ესაა დომინიკანელთა ცნობილი ორდენის მიერ დაარსებული ევროპის უძველესი, დღემდე ქმედითად მოღწეული აფთიაქი. ის ფლორენციაშია, რენესანსის გულსა და ცენტრში, უმშვენიერეს სანტა მარია ნოველას კათედრალის კომპლექსში. მისი მშენებლობის დასაწყისი იტალიური რენესანსის ტრეჩენტოს ეპოქას ესადაგება და შვენდებოდა და ფართოვდებოდა მე-16 საუკუნის ბოლომდე. ესაა დიდებული, ფრესკებით მორთული მდიდრული ინტერიერი, არაჩვეულებრივ სივრცეში განფენილი სურნელოვანი ფარმაცია. კედლებსა და კამარებს ამშვენებს იტალიელი მხატვრების პაოლინო სარტისა და მარიოტო დი ნარდოს ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია 1385-1405 წლებში, ხოლო 2012 წელს რესტავრაცია აქვს გაკეთებული. თუმცა მონასტერმა მოღვაწეობა დაასრულა მე-19 საუკუნეში, აფთიაქი დღემდე შენარჩუნდა როგორც სახელოსნო და საწარმო პარფიუმერული და ფარმაკოლოგიური შედევრებისათვის. სატაძრო კომპლექსი სანტა მარია ნოველას შემადგენლობაში იმთავითვე შედიოდა პატარა საავადმყოფო ულამაზესი ბაღით, სადაც მოჰყავდათ საინტერესო უჩვეულო და ფასეული სამკურნალო მცენარეები. აფთიაქის ერთ მოზრდილ დარბაზში ზღაპრული სამყარო იშლება. ციფრულ ფორმატში ყვავილების დიდებული ბაღი იშლება მუსიკის ფონზე კედლებზე, იატაკზე და ჭერზე და მეტიც ირგვლივ საოცარი სურნელი იფრქვევა. და 1523 წელს დომინიკანელმა ბერებმა აქ შექმნეს ბერგამოტზე დაფუძნებული და დამზადებული პარფიუმის ესენციის რეცეპტი. მას სამეფო წყალი ერქვა და ის სპეციალურად დამზადდა ეკატერინე მედიჩისათვის, რომელიც დინასტიური ქორწილისათვის ემზადებოდა ფრანგ მონარქთან ჰენრიხ მეორესთან. 1590 წელს მონასტერთან დაარსდა და განვითარდა ნამდვილი ლაბორატორია. 1612 წელს დაარსდა სანტა მარია ნოველას ფარმაცევტული სახლი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სწავლული ბერი ანჯელო მარკისი. ის ფერდინანდ მეორე მედიჩის კარის აფთიაქარი იყო და მოგვიანებით 1657 წლიდან დიდი როლი შეასრულა ფლორენციის დელ ჩიმენტოს აკადემიის, როგორც ევროპის პირველი სამეცნიერო საზოგადოების დაფუძნებაში. სანტა მარია ნოველას აქვს ოფიციალური ონლაინ მაღაზიები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და თუ გინდათ უდიდესი სიამოვნება მიიღოთ, ის ფლორენციაში უნდა იხილოთ.